მეფე ლირის მოქმედების ადგილი არის ბრიტანეთი და მოქმედებით დრო მე-11 საუკუნე. ცოტა ასე ვთქვათ, ჩვენგან მე-11 საუკუნეს შორსაა და მე-17 საუკუნეს შორსაა, როცა დაიწერა ეს ნაწარმოები, მაგრამ მაინც ის მე-11 სულიერად ძალიან ახლოსაა, ვინაიდან მაგ დროს საქართველოს რაღაცა სერიოზულს წარმოადგენდა. აი წარმოვიდგინოთ, რომ მაგ დროს მძლავრი მეფე ლირი იგრძნობს, რომ მას უახლოვდება სიბერე და მიიღებს გადაწყვეტილებას ხელისუფლების სიმძიმე თავის სამ ქალიშვილს, გონერილს, რიგანს და კორდელიას გადასცეს და თავის სამეფო მათ გაუნაწილოს. პირველი ორი ქალიშვილი უფროსი გონერილი და რიგანი გათხოვილები არიან. ამიტომ არსებობენ ასე ვთქვათ სიძეები, ალბანის ჰერცოგი და კორნველის ჰერცოგი, ხოლო ქალბატონი კორდელია უმცროსი ქალიშვილი გაუთხოვარია და სწორედ ახლა წდება მისი ბედი, ორი მთხოვნელი ჰყავს, ესენი არიან ნორმანდიის ჰერცოგი და ეს არის საფრანგეთის მეფე. პირველად გამოდის გონერილი და ლირის მოთხოვნას რომ შვილებმა მას დაუდასტურონ თავისი სიყვარული სანამ გაუნაწილეს მათ მთელ ძალაუფლებას და ქონებას და დაუყოფს დიდ ბრიტანეთს ასე ვთქვათ ნაწილებად და გადასცემს ხელში. ამას მოთხოვნა ახლავს რომ ქალიშვილებმა მამა უნდა შეაქონდა, უნდა თქვან როგორ უყვართ იგი. აი გონერილის სიტყვები ასეთია, მე თქვენ მიყვარხართ, ხე მაღალო ხელმწიფებ ჩემო, ისე რომ სხვა შვილს მამა თვისი არ ყვარებია. გასაგებია, უყვარს ძალიან. ამას მოყვება ენატკბილი რიგანი და ცხოვრებისა ჩემის სვესა მევხედა მხოლოდ თქვენს სიყვარულში დიდებულო ჩემო ხელმწიფებ. მე რო ყოფილიყავი, ალბათ მეც მოვიფიქრებდი რაღაცას, ასეც ამ ქალიშვილების ადგილას ძალიან ადვილი არის სიყვარულის მტკიცება იმ კაცისთვის, რომელიც სამეფოს სამად ყოფს და თავისივე სიცოცხლეში გიტოვებს. მე მგონი არ იქნებოდა ძნელი ამ სიტყვების მოფიქრება, არ გაუჭირდა ყოველ შემთხვევაში ორ ქალიშვილს, მაგრამ მესამეს გაუჭირდა, იმიტომ რომ მას მამა კი უყვარს, მაგრამ სიყალბეს გრძნობს და არ შეუძლია თვითონ არ შეუძლია ყალბი იყოს. ლირი კეთილგანწყობით ისმენს შვილების სიყალბეს, იმასაც ესმის, რა თქმა უნდა, რომ ეს გადაჭარბება, მაგრამ როდესაც კორდელიას ჯირი დგება, იგი მოგძალებულია და მართალია, არ შეუძლია საჯაროდ გამოავლინოს თავისი გრძნობები, თავისი ნებები და იგი ამბობს, რომ მე თქვენ მიყვარხართ, როგორც მე მევალება, არც მეტად და არც ნაკლებად. რა თქმა უნდა, შექსპირია, რა თქმა უნდა, ტრაგედია, რა თქმა უნდა, ხაზგასმა, არც მეტად, არც ნაკლებად, როგორც ჩანს, ძალიან არაშესაბამისი ტექსტია. აი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ქართველებსაც გვაქვს ადგილი, სადაც ყველა მიცის, რომ სიმართლე კი არ ითქმება, არამედ ითქმება არა ის, რაც საჭიროა, არამედ ის, რაც გვინდა რომ მოვისმინოთ. მაგალითად, სადღეგრძელოში არავინ არ ამბობს, სადღეგრძელოში მე თქვენ მიყვარხართ, როგორც მევალება, არც მეტად, არც ნაკლებად, აბა ასეთ სადღეგრძელოს ვინ გვაპატიებდა და მე მგონი სადღეგრძელოში არასათანადო ქება არის პირდაპირ დანაშაული და მე ბევრი სუფრა მინახავს აშლილი სწორედ იმის გამო რომ ვიღაცა სადღეგრძელო არ მოეწონა და ლისაც არ მოეწონა ეს ნათქვამი და მიუთითა რომ შეწყვიტე ეს ტექსტი არ მომწონს, გამოცვალე, გააკეთე რედაქტირება, თქვი როგორც საჭიროა და მიიღე შენი წილი სამეფო. და ვერაკეთებს ამას კორდელია. მაშინ აღმოხდება მამას ასე ახალგაზრდა და ასე გულქვა, რაზეც არის პასუხი, ასე ახალგაზრდა და ასე გულწრფელი. დიახ, კორდელია არის ახალგაზრდა, კორდელია არის გულწრფელი, გულწრფელი არის როგორც ახალგაზრდა, მან თქვა რომ მამა უყვარს, მაგრამ მე ხალხი გაუსვა რომ ეს არ არის ერთადერთი სიყვარული, იმიტომ რომ სულ მალე მის გულში, რა თქმა უნდა, ადგილს დაიკავებს მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ეყვარება და მამის სიყვარული გაიყოფა. და ეს ყველაფერი ჩვენ ისედაც ვიცით, მაგრამ ამის გაგონებაც კი არ მოუნდა მეფე ლირს, განრისხდება და აშკარად არასწორ, მე ვიტყოდი, არაგონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ რომ ძალიან ხშირად გაგვიკეთებია, ხშირად გსმენი, ანუ ლირი ეს ბრძენი კაცი, ეს დაბერებული, ასე ვთქვათ, მეფე, ეს კაცი, რომელსაც უზარმაზარი ღვაწლი აქვს თავის ქვეყნის წინაშე და ბევრი რამ იცის, უცებ ამოქმედდება როგორც ჩვეულებრივი ემოციური ადამიანი, რომელიც ემოციურად გადაწყვეტს ამ საკითხს, ის იტყვის, რომ არა, ამ ქალიშვილს არაფერი არ ეკუთვნის,
მთელი სამეფო გაიყოფა ორად, მოუწევს უფროს ქალიშვილებს, ხოლო ამ ქალიშვილს იმ წუთასვე შეექმნება, ასე ვთქვათ, პრობლემა, იმიტომ ნორმანდიის ჰერცოგი იტყვის, რომ მეო ესო არ მინდაო ცოლათო, იმიტომ რომ ახლა სამეფო და სერიოზული ამბები კი და ახლა ისე თავისთავად ეს თქვენი ქალიშვილი, რომელსაც სხვა შორის შეიძლება არ უთქვამს ეს სიტყვები, მაგრამ იგულისხმება მამაც კი არ ყვარებია სათანადოდ, ანუ არ შეუძლია ყალბის სიტყვები თქვას მაშინ, როცა ეს ძალიან საჭიროა მამაზე. მიუხედავად იმისა, როგორც გაირკვევა ყველაზე მეტად ვის უყვარდა მამა, ამას ჩვენ დავადგენ ძალიან იოლა და თავიდანვე ვხვდებით, ამის მიუხედავად კაცი უარს იტყვის. და მაშინ კეთილშობილი საფრანგეთის მეფე წაიყვანს კორდელიას ცოლად, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი არ აბადია, არაფერი არ აქვს. დაახლოებით ისე მოიქცევა, როგორც ქართველების 99% იქცევა დღეს, როდესაც მოყავთ ცოლები და არ კითხულობენ რა აბადია, რა მოყვა მზითებში და ასე შემდეგ, თუმცა ცოლებმა იციან ხოლმე, რომ თუნდაც ერთი წყება რაღაცა მოხდეს, ის აუცილებლად იქნება მრავალი წლის განმავლობაში განმეორებული და ჩამოთვლილი პუნქტებად, ესე იგი 16 პუნქტად, 12 პუნქტად და ასე შემდეგ. მრისხანებამ შეიპყრო მეფე. ამ დროს მას ყავს, არ ყავს მას მრჩევლები, რომლებიც არ ურჩევენ ამ მრისხანებას, რომელიც განუდგებიან, მაგრამ არ შეისმენს არავის ნათქვამს, ის კი არა დაკარგავს ყველას, მათ შორისაა გრაფი კენტი, რომელსაც უბრალოდ მეფე გააძევებს და გრაფი კენტი იპოვის თავის მოვალეობის შესრულების გზად, მხოლოდ იმას, რომ გადაცმული ამჟამად სახურად მოევლინება უკვე სხვა ვითარებაში ლირს და მოემსახურება მას და ბოლომდე სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იქნება, თუმცა კი მხოლოდ ბოლოს გაერკვევა ლირი, რომელიც ამასობაში ესე იგი გონებასაც დაკარგავს, ბევრი რამ გადახდება, რომ თურმე კეთილი ადამიანები მას ახლდნენ და მუდმივად მასზე ზრუნავდნენ. ლირს დაებნიდა გონება სწორედ ამ მომენტში, თუმცა ჯერ კიდევ ადამიანურად, ლოგიკურად სწორად მოქმედებს, მან დაადგინა, რომ ერთი თვე იქნება ერთ ქალიშვილთან, მეორე თვე იქნება მეორე ქალიშვილთან, მერე ისევ დაუბრუნდება პირველს და ბევრი არა, მაგრამ 100 კაციანი ამალა სჭირდება როგორც მეფეს, ამიტომ მას სამეფო კი დაარიგა, მაგრამ მეფობა კი არ დაუკარგავს, ახლა ჩვენთან მაგალითად ძალიან ხშირად კამათი ემაზე ყოფილი ელჩი არის თუ არა ელჩი. აი მაგალითად ჩვენთან იყო ეს შემთხვევა, როდესაც კაც შეეხნენ და იმან თქვა, როგორ მე ელჩი ვარ და რატო არ მეკცევიან როგორც ელჩს. ჩემს დაპატიმრებას სჭირდება სხვანაირი წესები და უბრალო ადამიანის სხვა. საქმე ის არის, რომ ელჩი ყველაფერთან ერთად არის, ასე ვთქვათ, პატივი და წოდება. და შეიძლება ელჩი ელჩად არ მუშაობდეს, მაგრამ ეს წოდება ჰქონდეს. საგანგებო ელჩი, ლევანი, რომელიც ამ წუთას ელჩად არ მუშაობს არცერთ ქვეყანაში. ზუსტად ასე მეფე ლირი მეფეა. ეს სხვათა შორის ჩვენთან და არ გვესმის ქართველებს ეგ ნაწილი, ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ ყოფილი მეფეა, ყოფილი პრეზიდენტია და სხვა. როცა ამერიკელები ამბობენ პრეზიდენტი რეიგანი, ისინი გულისხმობენ არა პრეზიდენტ რეიგანს იმ ეპოქაში, როცა იგი იყო პრეზიდენტი, არამედ პიროვნებას, რომელიც იყო პრეზიდენტი რეიგანი, პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის შემდეგ. მაგალითად, პრეზიდენტი რეიგანი დაიბადა ამ და ამ წელს, ახლა ძალიან ბუნებრივია და გარდაიცვალა იმ და იმ წელს. არც დაბადებისას და არც გარდაცვალებისას იგი პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ როგორ თუ არ იყო, ანუ აქ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. ღელავენ ამის შესახებ ბევრნი. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები, როცა მათ წარადგენენ ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, რა თქმა უნდა, სრულელია. ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მეფე, ყოფილი შეყვარებული არ არსებობს. ამიტომ ლირი რა თქმა უნდა არის იმ ლოგიკაზე, რა ლოგიკაზე ჩვენ უნდა ვიყოთ, ხოლო მისი ქალიშვილები რატომღაც იმ ქართულ ლოგიკას ატარებენ, რომ სამეფო გაქვს, მეფე ხარ არა გაქვს სამეფო, მეფე არა ხარ, არავინ არაფერს არ კითხავს. სხვა შორის შემიძლია შევადარო და შეადარეს უკვე საქართველოს ზოგიერთი პირველი პირი მეფე ლირს, რომელმაც თვითონ კი არ დაარიგა, მაგრამ ხელიდან ასე ვთქვათ წაერთვა ხელისუფლება და ნენელა ესე იგი ის 100 კაცით წაართვეს, რომელიც მას იცავდა. სამწუხაროდ ეს მოვლენები მეორდება და ასე ხდება ყოველთვის. და აი ქალიშვილმა ერთმა და მერე ქალიშვილმა მეორემ მამას არაჩვენა გული და პირიქით აჩვენეს ის სასტიკე რასისტიკაც ჩაბუდებულა მათში, რომელიც სისასტიკეთ ძალიან იოლად გაღვივდა, აღმოცენდა და აყვავდა და გამოიღო ნაყოფი, იმას შემდეგ რაც მამამ სრულიად უგუნურად თავისი ქონება დაარიგა,
პირველივე შემთხვევაში, როდესაც ლირმა თავის სამეფო ღირსება დაიცვა, მას მიუთითეს, მისგან მოითხოვეს პატიება, ბოდიშის მოხდა, ლირი გაბრაზდა ერთ ქალიშვილისგან, მეორესთან წავიდა, საბოლოოდ ქალიშვილმა დაიწყეს მსჯელობა, რამდენი კაცი ეყოფა ლირს. ეს მსჯელობა არის ფანტასტიკური ნაწილი ამ ნაწარმოებისა, როდესაც დაასკვნიან, რომ ჯერ ეკუთვნის 50 ბევრია ცოტა და დასკვნა ძალიან მარტივია, როგორც კი შემცირებისკენ წავიდნენ, დასკვნა იმ წუთასვე გამოვლინდა. თუ უნდა იყოს 100, არ უნდა იყოს 100 და უნდა იყოს 50, მაშინ რატო არა 20, რატო არა 10, რატო არა 0? და დაასკნეს, რომ 0 და გააგდეს. მამა ამალის გარეშე გააგდეს და დატოვეს ბუნების ამარა. ანუ მთელი მისი მონაპოვარი, მისი მეფობა და სხვა ეს ყველაფერი იქნა დაკარგული და ადამიანი გააგდეს ბუნებასთან და ბუნება განრისხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბარათაშვილის სამშობლო ვარ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ბუნება რომ რისხანებს ეს ჩვენ ვართ. ბუნება როდესაც რაღაცას განიცდის ჩვენს დიდ რომანტიკოსთან ბარათაშვილთან ეს ჩვენ ვარ, ჩვენ განვიცდით. და აი რაც ტრიალებს ლირის გულში, ის მოხდება დიდი ქარიშხალი. ეს მოტივი, თემა, რომელიც ასე აღაფრთოვანებდა მეორე დიდ გენიოს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს, რომელიც ასე ვთქვათ შექსპირის თემაზე ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, შეიძლება არ მინდა ახლა ესეთი ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ გარკვეული გაგებით ციკლებად ჰქონდა და გარკვეული გაგებით იგი ასე ვთქვათ უტრიალებდა მუდმივად განსაკუთრებით ქარიშხლის თემას, რომელიც ადამიანის სულში მდგომარეობს. ეს თემა მე შემიძლია თუ ვინმეს არ უნახავ შევახსენო, რომ შეუძლია ის ნახოს მაგალითად ისეთ შესანიშნავ ნაწარმოებში, როგორც არის მეფე ლირის იაპონური ვერსია, ფილმია, რომელიც გადაიღო კუროსავამ. ეს ქარიშხალი განსაკუთრებული რამ არის გულში ხდება, ისევე როგორც განსაკუთრებული რამ არის შეხვედრა უცნობებთან, რომელიც ნაცნობები არიან, მაგრამ რომელსაც ვერ ცნობენ. როდესაც თამაშდება თეატრის მთავარი საიდუმლო, როცა მაყურებელმა პერსონაჟზე მეტი იცის, როცა მაყურებელი და საერთოდ შექსპირი რა თქმა უნდა გამორიცხავს იმ შემთხვევაში, როცა მაყურებელმა რაღაც არ იცის, იმიტომ რომ კი ბატონო, ჩვენ შეიძლება რაღაც ანეკდოტები გქონდეს იმისა, რომ ვიღაცა გაუგნდა, რომ გაიგო შექსპირი რა მაგარი ყოფილა და ეს სცენაზე პირველად ნახა, მაგრამ ძირითადად მაყურებლების 100% შედგება იმ ხალხისგან, ვინც ტექსტის ეპირად იცის, იმიტომ რომ შექსპირი არ არის მხოლოდ თეატრი, შექსპირი არის უგენიალურესი ტექსტი და ეს ტექსტი იცის მთელმა მსოფლიოს ეპირად, რა თქმა უნდა. ამიტომ მაყურებელს აქვს უპირატესობა პერსონაჟებთან შედარებით. აი პერსონაჟი ლირი ვერ ცნობს კენტს, ის ვერ იცნობს, რა თქმა უნდა, გლოსტერს, ის რა თქმა უნდა ვერ იცნობს მით უმეტეს გლოსტერის ვაჟს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მთლიანობაში ეს ნაწარმოები დამთავრდება ისეთი ნგრევით, ისეთი უბედურებით, რაც არის მამის თვალწინ არ შეუძლებლობა მონანიებისა. მამის თვალწინ ქალიშვილის სიკვდილი, რომლის წინაშე მამა დამნაშავეა და ახლა ერთადერთი სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული გამოისყიდოს, მაგრამ ძალიან სასტიკი შექსპირი მას არ მისცემს, არ დაუტოვებს ამის შანსს. ეს ძალიან გავს სიკვდილს, როდესაც უკანასკნელი სიტყვა გვინდა ვთქვათ ახსარებისა და არ გვათქმევინებენ, როდესაც სიკვდილი გვართმევს ამ შანსსაც. რა თქმა უნდა, ეს საშინელი ტრაგედიაა ამ თვალსაზრისით, მაგრამ არის რაღაც, რასაც იგი ძალიან ნათელს იძლევა, რაღაც არის კორდელი. ადრე მას ასრულებდნენ როგორც ნაზ არსებას, ნაზ ქალს. ნელა კორდელიას სახეში შეიჭრა ესეთი მასკულანური ელემენტები და ზოგიერთმა ის შეასრულა ხმლით ხელში და ლამის ასე ვთქვათ გაცილებით უფრო თანამედროვე ვერსიებით შემოგთავაზეს, მაგრამ ჩემთვის ისე როგორც შექსპირისთვის, ჩემთვის როგორც ერთი მკითხველისთვის კორდელია არის სწორედ ის, ვისთვისაც ღირდა სიცოცხლე, თუმცა ჩემთვისაც კარგადაა ცნობილი ის, რა თქვა ამის შესახებ მაგალითად ზიგმუნდ ფროიდმა.